მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელს, რომელიც არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სატელევიზიო ეთერი. Ამ გადაცემის ავტორი გახლავთ ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე კი წამყვანი ვარ ამ გადაცემისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე. პირველი სიტყვა სალამი ვახსენე და მინდა აქვე განმარტო, რომ ეს არის ძველი ებრაული სიტყვის შალომ ქართული ვარიანტი, ქართული სახე სხვაობა და რას ნიშნავს ეს ქართველებზე უკეთ ბევრ ხალხს არ მოეხსენება. ჩვენ იმდენი ომი გადავიტანეთ და ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა და ჩვენმა ქვეყანამ იმდენი ომი გადავიტანეთ, რომ თუ ვინმე მიცის ფასი და მნიშვნელობა მშვიდობისა, დიახაც იცის ეს ქართველმა ერმა და ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა საზოგადოებამ მშვიდობის ფასი. ამისი თქვა დამჭირდა იმიტომ, რომ მიმდინარე დღეები რთული დღეებია, მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი ადგას მსოფლიოს, იბომბება ირანი და უამრავი სხვა საომარი წერტილებია დედამიწის სხვადასხვა მხარეს და სწორედაც მინდა რომ ეს დღევანდელი გადაცემა დაიწყოს შალომით, დაიწყოს მშვიდობით და სამშვიდობო სულისკვეთება მისცეს ღმერთმა ჩვენს ერს და სრულიად მსოფლიოს. მშვიდობა არ მოუშალოს ღმერთმა. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ჩვენთვის ძვირფას ჟიული შარტავას, რომელსაც ყველა კარგად იცნობს და მის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ აი იმ საყოველთაო ცოდნისა და საყოველთაო ცნობადობის მიღმა დავინახოთ ის პიროვნული რაობა, რომელიც ჟიული შარტავასთვის იყო დამახასიათებელი და რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებ ცნობილია. ჟიული შარტავა მომზადდა მის სახელზე ნობელის პრემიაზე წარსადგენი სპეციალური ეპისტოლარული წერილი. ეს მოამზადა რუსთავის საზოგადოებრივმა დარბაზმა და გარკვეულწილად დაიწყო სვლა იმისკენ, რომ ჟიული შარტავა წარდგენილი ყოფილიყო ნობელის პრემიის ნომინანტად და შემდეგ ემსჯელა იმ პრემიის ჟიურს, რომ მიანიჭებდა თუ არა ნობელის პრემიას. აი ამ წარდგინების ტექსტი, საკმაოდ ვრცელი ტექსტი და მე ვიტყოდი საკმაოდ საფუძვლიანი ტექსტის ესეთი მოტივაცია მოგცა შემდეგმა გარემოებამ. მე ესეთი სკრუპულოზურად შევისწავლე ნობელის პრემიის სამშვიდობო დარგში დაჯილდოებული პირთა დამსახურებები, მათი რაობა და შემიძლია თამამად ვთქვა, ჟიული შარტავას არც ერთი ბადგანი არ აღემატება, არც სიტყვით, არც ღვაწლით და არც იმ თავდადებით, რომელიც ჟიული შარტავამ გამოიჩინა და გამოავლინა. და ჟიული შარტავა არის ის კაცი, რომელიც მშვიდობისთვის იყო მოწოდებული, რომელმაც სამშვიდობოდ გალია ეს წუთი სოფელი და რომელიც მშვიდობის სულიერ და პოლიტიკურ საქმეს შეეწირა. ეს თამამად შეიძლება ითქვას. და კერძოდ ჟიული შარტავას დარჩა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, საკმაოდ ვრცელი წერილი მშვიდობასთან მიმართებაში. ამ წერილის განხილვას ეხლა არ შევუდგები, მაგრამ გეტყვით რამოდენიმე ფრაგმენტს ამ წერილიდან. წერილი ეხება მშვიდობის რაობას, თუ როგორ ესმოდა ჟიული შარტავას მშვიდობა და მისი განმარტება. თუ რა აუცილებელ პირობას მიიჩნევდა იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარებულიყო. როგორ შეიძლებოდა ჭეშმარიტი მშვიდობა და არა ჭეშმარიტი, ანუ ყალბი, ფარისეულური სამშვიდობო პოლიტიკა ის ერთმანეთისგან გამიჯნო და განსხვავება. მთელი აი ეს მონაცემები იმდენად კარგად არის გააშლილი და გაანალიზებული ჟიული შარტავას აი ამ ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში, რომ ვინც ამ წერილს გაეცნობა, დამერწმუნეთ, კიდევ ერთხელ დაინახავს ჟიული შარტავას, თუ რაოდენ დიდი სამშვიდობო სულისკვეთების მქონე პიროვნება იყო, თუ რამდენს ფიქრობდა იგი მშვიდობაზე და თუ რაოდენ დიდი იყო სწრაფვა მისი სამშვიდობო ღონისძიებებისა და სამშვიდობო საქმეების მიმართ.
ეს არ არის მხოლოდ სიტყვა და ეს არ არის მხოლოდ წერილობითი ნიმუში, როგორც იტყვიან, ანუ ტრაქტატი მშვიდობის შესახებ ჟიული შარტავაზე. ჟიული შარტავამ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სწორედაც აი ამ სამშვიდობო დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო მაღალი თანამდებობაზე, მაღალი იერარქიულ თანამდებობაზე შეიძლება ითქვას და ლიდერი იყო მთელი თავისი ქვეყნის ახალგაზრდობისა, რომელსაც მაშინ კონკავშირის ცეკა ერქვა და ბატონო ჟიული ამ კონკავშირის ცეკის პირველი მდივანი ბრძანდებოდა, ისეთი მიზანმიმართულად ანხორციელებდა შემდეგ სამშვიდობო პოლიტიკას. კერძოდ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად გუიაზრებდნენ თავს ქართულ წიაღში და ასეთები იყვნენ ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ერთის მხრივ აფხაზეთი, ავტონომიური ოლქი, მეორეს მხრივ ოსეთი, ანუ სამაჩაბლოს ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია და აი ამ ადამიანების მიმართ ჟიული შარტავას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება მჟღავნდებოდა შემდეგში. არჩევდა ნიჭიერ ხალხს, შრომის უნარიან ხალხს, გონიერ ხალხს, აწინაურებდა, უწყობდა ხელს და ერთგვარ ზურგის ქარს უქმნიდა მათ, რომ ისინი გამოსულიყვნენ ასპარეზზე და მათ თავისი შესაძლებლობები გამოეჩინათ. გარდა ამისა, ჟიული შარტავას ინიციატივით დაწესდა სახალხო დღესასწაულები სამურზაყანოში, საბეგრელოში, სადაც ჩამოდიოდნენ უხუცესები აფხაზეთიდან, ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები, ხდებოდნენ უხუცესები აქავე მყოფ საქართველოში მცხოვრებ უხუცესებს, ხდებოდა მათ შორის აზრთა გაცვლა, გამოცვლა. იყო ახალგაზრდებს შორის შეჯიბრი, ლიტერატურული შეჯიბრი ცხენით, ჯირითში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინდის ესეთი თამაშის ისტორიული თამაშის ფორმაც აი მაშინ წამოიწია წინა პლანზე და ეს იყო რამოდენიმე დღიანი ესეთი სპორტული, ინტელექტუალური განმანათლებლო ხასიათის შეხვედრა, რომელიც რუხის ციხეში იმართებოდა და ეს შეხვედრა სწორედაც მიზანმიმართულად იყო კონცენტრირებული შემდეგზე, რომ ერთი ქვეყნის, ანუ საქართველოს ახალგაზრდებს, ის აფხაზეთში იქნებოდა მცხოვრები თუ აქეთში და საქართველოს შიდა ნაწილში იქნებოდა მცხოვრები, ერთმანეთი ეპოვნათ, ერთმანეთი აღმოეჩინათ, ერთმანეთი გაეცნოთ, ერთმანეთთან დაკავშირებოდნენ და აი ასეთი საქმიანი, ესეთი შეჯიბრობითობის, ესეთი ერთი პურობის, ერთი ინტელექტუალური სწრაფვის ქვეშ გაერთიანებულიყვნენ და ამისი შინაარსობრივი დატვირთვაც, ანუ სიმძიმის ცენტრი, აი ამ ახალგაზრდული დღეების სიმძიმის ცენტრი, სწორედაც სამშვიდობო სურვილზე და სამშვიდობო ნებაზე იყო ორიენტირებული და აი აქაც ჟიული შარტავა გვევლინება როგორც საქმის მკეთებელი, სამშვიდობო საქმის მკეთებელი. შემდეგ თქვენ კარგად იცით, რომ მას მოუწია აფხაზეთში ყოფნა, იგი პირველი პირი იყო აფხაზეთის ხელისუფლებისა, რომელიც იწოდებოდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ და უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდის, ანუ საომარი პერიოდის აფხაზეთში ყველაფერი, როგორც იტყვიან, საომარ სიტუაციას იყო მორგებული და გადაწყობილი იყო აი ამ საბრძოლო რიტმში და მათ შორის თითქმის ყველას ეცვა სამხედრო ფორმა და თითქმის ყველა ცდილობდა თავდაცვას, რაღაცა საზღვრების გამაგრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კერძოდ პრეზიდენტი საქართველოსი სამხედრო ფორმაში იყო და ცნობილია ის უნიფორმა, რომელიც ესეთი დაფოთლილი სამხედრო ფორმა, რომელთაც აფხაზეთში პრეზიდენტი დადიოდა. სანამ ჟიული შარტავა ჩავიდოდა აფხაზეთის ხელისუფლებაში სამუშაოდ, მანამდე იქ გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილი მუშაობდა ამ თანამდებობაზე, ღმერთმა აცხონოს მისი ნათელი სული, ეს ის პიროვნება ბრძანდებოდა, რომელსაც დიდი ღვაწლი, დიდი დამსახურება და რაც მთავარია, დიდი სულის კვეთება აქვს თავისი მშობლიური აფხაზეთის მიმართ, ამ ომის აცილების, შემდეგ ამ ომის პროცესში თავდაცვითი საქმიანობის და მათ შორის ბატონი თამაზით სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული. აი ასეთ გარემოში, რომელიც იერარქიულად ყველა სამხედრო ფორმა ეცვა და ქუჩაშიც ყველა უკვე
აი ამ სამხედრო ფორმით დადიოდა ჟიული შარტავა ჩავიდა თუ არა აფხაზეთში რაღაცა მას არ მახსოვს მე ეს განცხადება გააკეთა თუ არა მაგრამ რა თუნდა განცხადება როცა თელი დღე და მოსწრება მას სამხედრო ფორმა არ ჩაუწვია და იყო სამოქალაქოდ შემოსილი ის იყო სამოქალაქო ხასიათის ხელმძღვანელი და სწორედაც სამოქალაქო სულისკვეთებით უძღვებოდა ამ პროცესებს და არა საბრძოლო და ესეთი მორევითი ან ესეთი უპირატესობის გამოვლენის სამხედრო უპირატესობის გამოვლენის სულისკვეთება არ ქონია ჟიული შარტავას და აი აქაც ეს არა მხოლოდ ისეთი გარეგნული იერი ანუ სამხედრო ფორმის ჩაცმა არ ჩაცმის მომენტი არამედ შინაგანი განწყობილებაც ისეთია რამე თუ იქით ამ მხრიდან ანუ აფხაზეთის ისეთი მილიტარიზირებული აფხაზეთის შეიარაღებული აფხაზეთის რომელსაც სერიოზულად ამარაგებდა რუსეთი იმ პერიოდში შეიარაღებული აფხაზეთის ხელისუფლებაში მოსული იყო ის ადამიანები რომელ ადამიანებსაც ჟიული შარტავას სკოლა მისი თანამშრომლობის პრაქტიკა ჰქონდათ გავლილი და ისინი მეგობრები თუ არ იყვნენ არც უცხო ხალხი არ ყოფილა ჟიული შარტავასთვის სწორედაც აი ეს დამოკიდებულება მათ შორის საფუძველს აძლევდა იმისას რომ ჟიულის ხშირად ელაპარაკა მათთან სატელეფონო ლაპარაკზეა ამ შემთხვევაში ალბათ ყურადღება გამახვილებული უკავშირდებოდა ესაუბრებოდა მათთან ერთად ფიქრობდა ამა თუ იმ სამშვიდობო მოძრაობისა თუ სამშვიდობო დაბიჯის გადადგმას და გარკვეულწილად ათანხმებდა კიდევაც მათთან აი ამ პროცესებს და აი ეს მათ შორის არსებული ეს პიროვნული ხათრი პიროვნული პატივისცემა პიროვნული მოკრძალებაც ხაზგასმით შეიძლება ამისი თქმა არამე თუ ჟიული შარტავა ხელმძღვანელი იყო იმ ორგანოსის სადაც ესენი რიგით ინსტრუქტორებად იყვნენ დაწინაურებული და შემდეგ მოკიდა ხელი წამოიყვანა თბილისში შემდეგ მისცა აქ საშუალება იმისა რომ სათანადო სამუშაო პრაქტიკა გაევლოთ საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში და როგორც ჩამოყალიბებული ხელმძღვანელები ასე დაბრუნებული იყვნენ აფხაზეთში და აი ასეთ ადამიანებთან ჟიული შარტავას უშუალო საუბარი ჰქონდა, უშუალო ურთიერთობა ჰქონდა და ეს საუბარი და ეს ურთიერთობაც გადიოდა მშვიდობაზე და მხოლოდ მშვიდობაზე. თვითონ ჟიული შარტავა, როგორც უკვე ითქვა, მოწოდებული იყო სამშვიდობოდ და თელი მისი საქმიანობა, თელი მისი პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმული სწორედაც აი ამ სამშვიდობო მიზანსწრაფვისა იყო და შემდეგ უკანასკნელი სიტუაცია იგი თქვენ კარგად იცით რომ დარჩა როგორც ხელმძღვანელი თავისი თანამდებობაზე არ დატოვა სამუშაო კაბინეტი და იმ განსაცდელს რომელიც აფხაზეთის დაცემით იყო მოსული მთელ საქართველოზე და მათ შორის რა თქმა უნდა ჟიული შარტავაზე მან მიიღო ის თავის სამუშაო კაბინეტში შეხვდა მათ მისცა პირობა იმისა რომ ეს სალაპარაკო ბაქ იქით ამ ხარის ანუ გუდაუთაში გამაგრებულ სამხედრო შტაბის წარმომადგენლებთან სალაპარაკო მაქვს და დამაკავშირეთ და შემახვედრეთ მათთან და აღმოჩნდა რომ ამ ჯგუფმა რომელმაც აიღო მინისტრთა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა და რომლებსაც ისეთი უბრძოლველად ყოველგვარი გასრულის გარეშე გამოუცხადა სამშვიდობო შეხვედრის სურვილი ბატონმა ჟივლიმ აქვე უნდა ითქვას რომ მან თავისი წარმომადგენელი გააგზავნა შენობიდან დაბლა მოედანზე მოსულ მომხდურებთან და უთხრა ჟიული შარტავას სახელით რომ მე მაქვს სურვილი შევხვდე გუდაუთის შტაბის ხელმძღვანელობას აქ მოიაზრებოდა ვლადისლავ არძიმბა და სერგეი შამბა მათთან შეხვედრას ითხოვდა და აი ამ მომენტით საშუალება მათთან შეხვედრისა და აი ამ პროცესის აი ამ შეთანხმების საფუძველზე შეწყდა სროლა მინისტრთა საბჭოს შენობიდან რასაც ახორციელებდა სამთავრობო დაცვის წარმომადგენლობა შეწყდა ბრძოლა მოვიდნენ ესეთი სამშვიდობოდ განწყობილი სამოქალაქო ხელისუფლება იმ დროინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა, რომელსაც მოუძღოდა ჟიული შარტავა და ისინი წავიდნენ მოიყვანეს სპეციალური სამარშრუტო ავტობუსი, ჩასვეს მასში და წაიყვანეს გუდაუთაში მასთან ხელმძღვანელებთან შესახვედრად, ანუ არძიმბასა და შამბასთან შესახვედრად. და ეს წაყვანა მე რითაც დამთავრდა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი
გუმისთის ხიდს არ გაწელინა და იქვე მოხდა მათი ესეთი ქალაქიდან გაყვანა და ესეთი ერთგვარ უსაფრთხო ადგილას თუ შეიძლება ითქვას გააჩერეს ეს ავტობუსი გადმოიყვანეს ყველა მათგანი მათ შორის ჟიული შარტავა და ისინი ადგილზე იქნა ყოველგვარი პირობის ყოველგვარი გასამართლების ყოველგვარი რაღაცა ტყუარ მართლის გარჩევის გარეშე იქნა დახვრეტილი ყველა მათგანი და ეს იყო იმდენად ბარბაროსული იმდენად ისეთი სულის შემძვრელი ფაქტი რომ აი ამ ფაქტმა აი დაუნდობლობის აი ამ ფაქტმა თვით მომხდურებიც კი შეაძრწუნა და თვით მომხდურებშიც კი გაჩნდა როგორც ითქვიან ერთგვარი პასუხი და კითხვა იმისა კითხვა და პასუხი ორივე ერთად იმისა რომ რა ვშვებით და რანი ვართ ეხლა ბრძოლაა და ომია და გასაგებია რომ ბრძოლობთ მაგრამ აი ასე აი ამგვარად მშვიდობიან უიარაღო ხალხზე მიშვებული ცეცხლი და ესე უპირობოდ ყოველგვარი გარკვევის გარეშე ამისი აღსრულება ეს იყო იმდენად ვანდალური და იმდენად არაადამიანური ფაქტი რომ მათ შორისაც აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებსაც კითხვა გაუჩნდათ აი ამ თავისი ქმედების გამო ჩვენ ამას დაუბრუნდებით ამ კითხვას დაუბრუნდებით და ამას უფრო დეტალურად განსაზღვრავთ მაგრამ მე მინდა ახლა ის ვექტორი დაგანახოთ თვითონ თქვენთაგანს ჩემი საუბრით რამდენადაც ეს შესაძლებელია თუ რაოდენ დიდი სულისკვეთებით იყო აღძრული ჟიული შარტავა სამშვიდობო პროცესების სამშვიდობო მორიგების მოლაპარაკებებისთვის რამე თუ მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა და შეთანხმება უპირველეს ყოვლისა საფუძველი ყველა მშვიდობისა და რაოდენ დიდი ნაბიჯები და რაოდენ ისეთი მიზანმიმართულად ისწრაფოდა ყოველივე ამისკენ ჟიული შარტავა ერთი სიტყვით ჟიული შარტავას მთელი აი ეს პროცესი თვალის გადავლების ეს პროცესი გვაძლევს საშუალებას იმისა რომ გავაკეთოთ შედეგი დასკვნა ჟიული შარტავას სახით ჩვენ შორის იყო დიდი მშვიდობის მოქმედი მშვიდობის სულისკვეთების მატარებელი სამშვიდობოდ მოღვაწე პიროვნება და აი ამ მშვიდობასთვის თავშეწირული გმირულად თავშეწირული პიროვნება და აი ამისი გააზრება სრულ საფუძველს იძლეოდა იმისა რომ ნობელის პრემიის საერთაშორისო კომიტეტს ემსჯელა ამ საკითხზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება ჟიული შარტავასთან დაკავშირებით ეს წარდგინება ჩვენ შეხვედრა ჰქონდა საქართველოში არსებულ ნობელის პრემიის წარმომადგენლობასთან და მათთანაც გავიარეთ ეს როგორც ზეპირად ისე წერილობითი ისე ეს არგუმენტაციის ცალ-ცალკე თეზისების სახით იქ შეიძლება მე ახლა ზეპირად ყველაფერი ვერ ჩამოვთვალე და ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ საკმაოდ ბევრი თეზისი იყო საიმისოდ რომ ჟიული შარტავა სხვა განზომილების და სხვა სულისკვეთების სხვა სამშვიდობო სულისკვეთების მქონე პიროვნება იყო და აი ამ სამშვიდობო თვალით მინდოდა დაგვენახებინა მსოფლიოსთვის და მათ შორის ნობელის პრემიის კომიტეტისთვის ჟიული შარტავას ფენომენი და აღმოჩნდა შემდეგი საქართველოში არსებულმა ნობელის პრემიის წარმომადგენლობამ მაჩვენა დებულება, სადაც პირდაპირ წერია გარდაცვალების შემდეგ პირს ნობელის პრემია არ მიეცემა და ჟიული შარტავა ამ დროს გარდაცვალებული იყო. ვერ გეტყვით რამდენად სამართლიანია ეს, მაგრამ დებულება, წესი როგორც ითქვიან წესია და დიახაც ჩვენც ვემორჩილებით ამ წესს და როგორც ითქვიან ეს ამ წარდგენის მსვლელობა შეჩერდა და შინაგანად სულ მქონდა განცდა იმისა, რა დააშალა ჟიული შარტავამ, რომ ცოცხალი ვერ დარჩა იმ უსამართლო ომში და ცოცხალი ვერ გადარჩა. ნუ თუ ეს რომ დახვრიტეს და ცოცხალი ვერ გადარჩა, ეს არის ბრალეულობა იმისა, რომ ნობელის პრემიის სამშვიდობო კომიტეტში და სამშვიდობო ჯილდოზე მას კარი დაეხურა. მაგრამ დავანებოთ ნობელის პრემიას თავი და დავანებოთ აი ამ საერთაშორისო რეზონანსებს თავი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ
და სულ უნდა გვეგულებოდეს ჟიული შარტავას სახით ერთ-ერთი დიდი მშვიდობის მყოფელი, რომელსაც მთელი თავისი აზროვნება, საქმიანობა, ურთიერთობა და ბოლოს ეს გმირული თავშეწირვაც სწორედაც სამშვიდობო ორიენტაციით ჰქონდა მიმართული და არ ჰქონდა განწყობილება იმისა, მოვერიოთ, დავამხოთ, გავწყვიტოთ და ასე შემდეგ მოპირისპირებულ მხარეზეა ლაპარაკი. აი ეს ფრაზები, ეს სულისკვეთება, ასეთი დამოკიდებულება ბატონი ჟიულისთვის უცხო იყო და ამის შესახებ ჩემზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ იმ მოკლე პერიოდში. ბატონ ჟიულის სულ 3 თვე მოუწია აფხაზეთში მუშაობა, 3 თვე და კიდევ რამოდენიმე დღე, ანუ არასრული 3 თვე, არასრული 4 თვე და აი ის ადამიანები იხსენებენ თუ რაოდენ ლოიალური იყო, რაოდენ შემწყნარებელი იყო, რაოდენ ისეთი მიზანმიმართული იყო ამ სამშვიდობო სულისკვეთებაზე და როგორ ფიქრობდა ყველაფერ ამაზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბატონ ჟიულის ოჯახს თუ საიდან მოდის ასეთი დიდი კაცი, ასეთი დიდი გმირული სულისკვეთება და რა აძლევდა საფუძველს ყველაფერ ამას. ერთი რომ ეს იყო თავანკარა კოლხური წარმომავლობის მქონე პიროვნება, შარტავების გვარის მქონე, რომელიც გახლდა ბატონი კალისტრატე შარტავას შვილი. ბატონი კალისტრატე საგანმანათლებლო საქმის სპეციალისტი გახდა, იგი უძღვებოდა საგანმანათლებლო საქმეს, წლების განმავლობაში იყო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, იყო სკოლის დირექტორი, იყო პედაგოგი, იყო აღმზრდელი და მთელი აი ეს პროცესი იყო ინტელექტუალურ შრომასთან, იყო განათლებასთან და იყო აი თავისი ქვეყნის კეთილმსახურებასთან დაკავშირებული. ქალბატონი ფენია დარასელია იყო მისი პირველი გვარი და შარტავა მისი მეუღლის გვარია და აი ქალბატონი ფენია გახდათ საოცარი პიროვნება თავისი სულისკვეთებით, თავისი შემართებით, თავისი მაღალ ზნეობრიობით. იგი გახდა მასწავლებელი, პედაგოგი იყო, ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული და მთელი მისი ცნობიერება სწორედ აი ამისკენ ტრიალობდა და აი ამ ორიენტაციის მქონე იყო და რა თქმა უნდა მას არ შეეშრებოდა ურთიერთობა თავის შვილებთან და ის სამგზრდელო დედაშვილური დამოკიდებულებაც სწორედაც გადიოდა იმ მართალ სწორ ურთიერთობაზე, რომელიცაც შეეძლო ჟიული შარტავასნაირი პიროვნება ჩამოეყალიბებინა და მიეცა იმპულსები აი ასეთი პიროვნებისა, ესეთი რაობის შექმნისა და ასეთი სულისკვეთებისა. ქალბატონი ფენია ერთგან იხსენებს, რომ იმ პერიოდში, როცა ჟიული დაიბადა, გატაცებული ვიყავი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის ლიტერატურული მემკვიდრეობით, მის წიგნებს ვკითხულობდი და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მწერალმა და იმდენად ახლობელი გახდა ეს სულისკვეთება ჩემთვის, რომ აი ამ მწერლის მიმართ ესეთი განსაკუთრებული სიყვარულისა და იმის გამო შვილს ჟიული დავარქვიო და ქართული რეალობისთვის ეს უცნაური სახელი ჟიული, დიახაც ჟიული შარტავამ ძალიან კარგად მოირგო, ძალიან კარგად ატარა და მე თუ მკითხავ ძალიან დიდად ასაკელა კიდევაც რამე თუ ჟიული შარტავა სწორედაც ამ საკელით იმ მოღვაწევა გაატარა მთელი თავისი ცხოვრება და ამ საკელით შეეწირა თავის დედასამშობლოს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჟიulis ჰქონდა მეორე საკელი, ერთგვარი ნათლობის საკელი და იგი დავითი იყო. დავითი როგორც დიდი დავით აღმაშენებლის მოსახელე და მასში აი ეს ნათლობითი მომენტი, ანუ ღვთის წინაშე წარსადგომის სახელის სულისკვეთებაც ტრიალობდა და არსებობდა. ბოლოს ქალბატონი ფენია გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე უკვე თბილისში ცხოვრობდა, თბილისში გადმოვიდნენ ისინი საცხოვრებლად, ცხოვრობდა საბურთალოზე, საკმაოდ შორს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შორს იყვნენ და აი ესეთი მოგეხსენებათ 90-იანი წლები აფხაზეთის ომში დამარცხებული საქართველო ესეთი გაპარტახებული მდგომარეობა, არ არის შუქი, არ არის წყალი და ბევრი რამ არ არის ამ ქვეყანაზე და ამ დროს ქალბატონი ფენია ფეხით მოდიოდა საბურთალოდან, ტრანსპორტიც არ იყო მაშინ შესაბამისად და ფეხით მოდიოდა დილა ადრიან, ღამის ბინჩი დგებოდა და მოდიოდა ფეხით
სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქი ილია მეორე წირავდა და ყოველ კვირას ესწრებოდა წირვას. აი ეს სვლა მასაკოვანი ქალბატონისა, ეს სწრაფვა ეკლესიისკენ, აი ეს პატრიარქის მიმართ მისი დამოკიდებულება და ზოგადად ქართული ეკლესიის, დედა ეკლესიის მიმართ მისი დამოკიდებულება იყო შვილკვდარი დედის ის მლოცველი სული, რომელიც მლოცველი სულიც დიაკაც არც ღამეს ეპოებოდა, არც ზამთარს და არც გზის სიშორეს, აკანკალებული მუხლით მოდიოდა და იქ იყო, სადაც უნდა მდგარიყო გმირულად თავშეწირული, ასევე გმირული სულის კვეთების გმირულად თავშეწირული ჟიული შარტავას, ასევე გმირული სულის კვეთების მქონე დედა ქალბატონი ფენია აცხონოს ღმერთმა მისი ნათელი სული. და შემდეგ გაიხსენეს ახლობლებმა, რომ როდესაც ჟიული შარტავას ნეშტი გადმოასვენეს აფხაზეთიდან და აქ გაიმართა დიდი სამოქალაქო პანაშვიდები და ისეთი მწუხარების დღეები ჟიული შარტავას დაკრძალვისა, იქ მოხდა ერთი ასეთი ფაქტი, რომ დასავლეთიდან კერძოდ სამეგრელოდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც მოვიდნენ პანაშვიდზე ქალბატონ ფენიასთან, ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ტირილით შესძახა, ფენია, როგორ უბედური ხარ ფენია და როგორი სულ გამწარებული და ეს სიტყვა უბედური ხარ შეკრთავო მაშინათო ეს შავებში გამოწყობილი შვილკვდარი დედა ქალბატონი ფენია დარასელია შარტავა შეკრთა და გამოფხიზლდა და იმ წუთში ჩამოყალიბებული ფრაზა უთხრა უბედური არა ვარ მე გმირის დედა ვარ. და აი ეს ფრაზა იყო იმდენად ზუსტი ფრაზა, ეს ფრაზა იყო იმდენად თავის ადგილზე ნათქვამი ფრაზა, რომ ეს ფრაზა შეიძლება თამამად ითქვას არა მარტო იქ მწუხარების ჟამს გაისმა, არამედ მარადის ისმის საქართველოში და ისმის დასტურად და ნიშნად იმისა, რომ ჟიული შარტავა მართლაც გმირი იყო და არა უბრალოდ გმირი, არამედ ეროვნული გმირის სტატუსი აქვს მინიჭებული, თქვენ კარგად იცით, ბატონ ჟიულის ეროვნული გმირია და ეროვნულ გმირად არის აღიარებული და უნდა ითქვას, რომ როდესაც საქართველოში ეროვნული გმირის ოფიციალური სახელმწიფო სტატუსი იქნა შემოგებული და დაიწყო აი ამით დაჯილდოება, სწორედ ჟიული შარტავა აღმოჩნდა ის პირველი პიროვნება, რომელიც აი ამ გმირის სახელით, ეროვნული გმირის სახელით დაჯილდოვდა გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა. და აი აქვე უნდა ვთქვათ, რომ ესეც არ არის შემთხვევით. დიახაც კანონზომიერება ამაშიც ერთგვარი იმის და გამო, რომ ჟიული შარტავა პირველი ეროვნული გმირია. მე არ მინდა ეხლა დაწყება იმისა, რომ ვინ უფრო მეტი იყო, ვინ უფრო ნაკლები იყო, იქნებ სხვას უფრო ეკუთვნოდა და ამ შემდეგ, მაგრამ იმ დროინდელმა კალენდარულმა საჭიროებამ და იმ დროინდელმა სახელმწიფოებრივმა სტატუსმა ეროვნული გმირისა სწორედაც ეს მოიტანა და სწორედაც ასე მოიტანა და ძალიან კარგი რომ ბატონი ჟიული შარტავა პირველი ეროვნული გმირი საქართველოსი და სწორედაც ის დგას აი ამ ეროვნულ გმირთა შორის იმ მანათობელ შუქურად, რომელიც ნიმუშია ყველასთვის და ყველაფრისთვის, ვისაც სამშობლო ეძვირფასება და ვისაც ეძვირფასება თავისი მშობლიურ ქვეყანასთან დამოკიდებულება. აქავე უნდა ითქვას, რომ ჟიული შარტავა გარდა აი ამ თავისი საოჯახო სულისკვეთებისა, ანუ მის ოჯახში არსებული მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, მაღალი ზნეობა, სწავლის მიმართ განუხრელი ერთგულება და მიდრეკილება და სწრაფვა სწავლისა და ასე შემდეგ, ეს სულისკვეთება მისი საოჯახო ტრადიციები იყო. ჟიული შარტავამ გამოიჩინა საოცარი ნებისყოფა სწავლაში, მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ეს არც თუ ისე გახშირებული შემთხვევა იყო მაშინ, მაგრამ ის იმდენად მონდომებული იყო სწავლისთვის, იმდენად დიდ ენერგიას და დიდ ძალისხმევას დებდა სწავლაში, რომ მაშინ მისი სკოლის დამთავრება სწორედაც ოქროს მედლით აღინიშნა. აქვე ერთი ნიუანსი მინდა გაუსვა ხაზი და შეგახსენოთ შემდეგი ფაქტი, რომ ჟიული შარტავამ სკოლაში თაბაშირისგან გამოძერწა და გამოკვეთა სულხან საბა ორბელიანის ქანდაკება.
ამ ქანდაკების სურათები მოიპოვეთ და ცნობილია და არსებობს სურათები, მაგრამ თვითონ ეს ქანდაკება ვეღარ ვნახე და ჯერ კიდევ აი ამ ქანდაკების ძიებაში ვარ. და რატო? სკოლის მოსწავლე ჟიული შარტავა აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან ქანდაკებას, რომ ვინც ნახა ამ თეთრ ფერში გამოკვეთილია ეს სულხან-საბა ორბელიანის ქანდაკება, თაბაშეთში გამოკვეთილი ეს ქანდაკება, ყველა აღფრთოვანებული დარჩა იმდენად ზუსტი, იმდენად შთამბეჭდავი და ამავე დროს იმდენად ამაღლებული რაღაცა ისეთი ბიბლიური სახე სულხან-საბასი. სულხან-საბა თვითონ იყო ესეთი დიდი წვერით და რაღაცა თავისი აღნაგობით ერთგვარი ბიბლიური ერის მქონე პიროვნება, მაგრამ სკოლის მოსწავლე რო ასეთად ხედავს და სკოლის მოსწავლე რო ასეთად აქანდაკებს მას, ამაში ერთგვარი ესეთი სულიერი ერთობის გამოხატულება შეიძლება ვიგრძნოთ და ვთქვათ, რომ ჟიული შარტავას არც მანამდე სანამ ამ ქანდაკებას გააკეთებდა და არც მას შემდეგ რაიმე ქანდაკებებისა და რაიმე აი ესეთი მხატვრული ნაკეთობების მიმართ მიდრეკილება არ გამოუჩენია და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა სულხან-საბა ორბელიანის ქანდაკების დამზადებისა, რომელშიც მან იმდენი ძალისხმევა, იმდენი მონდომება ჩადო, რომ ამ სპეციალობის არ მწოდრე, მაგრამ დიდი შემართების და დიდი მონდომების და დიდი უნარის მქონე ახალგაზრდის აი ამ სწრაფვამ ესეთი გასაოცარი შედეგი მოგვცა და მიაღწია. ამ აღფრთოვანების პირველი აღფრთოვანების შემდეგ ეს ქანდაკება, როგორც ითქვია მის მშობლიურ სენაკში, იგი სენაკის მეორე საშუალო სკოლის მოსწავლე გახლდათ, მაშინათვე წამოიღეს თბილისში, მაშინ არსებობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და აი გამოიფინა ამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმ წელს მოსწავლე ახალგაზრდობის მხატვრული შემოქმედების ნიმუშებს შორის გამარჯვებულ ნიმუშად იქნა ეს აღიარებული და დარჩა სწორედაც აი ამ სასახლეში როგორც ნიმუში, ესეთი განსაკუთრებული, განსხვავებული და მართლაც საოცარი შემოქმედებითი უნარისა, რომელიც ჟიული შარტავასთან იყო დაკავშირებული. აქვე მინდა გავიხსენო ერთი ნიუანსი, რომ მისი ბიოგრაფიის კარგად მცოდნე პირები ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ ჟიული შარტავას ძალიან მოსწონდა ლადო ასათიანის ლექსები, ბევრი მისი ლექსი ზეპირად იცოდა და ხშირად კითხულობდა ლექსებს. ის არ იყო დეკლამატორი და როგორც ითქვიან სცენაზე არ გამოდიოდა, მაგრამ ხშირად კითხულობდა სათავისოდ საახლობლოში აი ამ ლექსებს და რა არის ეს ლექსები და რატო მაინც და მაინც ლადო ასათიანი. სწორედ ლადო ასათიანი გახდათ ის გმირული სულისკვეთების პოეტი, რომელიც ცხრაძმა ხერხეულიძეს უძღვნის, სხვა თავდადებულ რაინდებს უძღვნის საოცარ ლექსებს და მართლაც აი იმ ლექსებში ისეთი საოცარი სულისკვეთება ტრიალებს, რომ თვითონ ლექსის წაკითხვა გაყენებს აი გმირული სულისკვეთების რაღაცა რომანტიკული შემართების განწყობილებაზე და აი ეს არის სწორედ ის რაც იყო ძალიან ახლობელი, ძალიან მისაღები და ძალიან გასათავისებული ჟიული შარტავასი და ამიტომაც იყო აი ამ პოეტთან მისი სულიერი ბმა, მისი ერთობა და მისი მსგავსება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჟიული შარტავას შესახებ დაიწერა რამოდენიმე წიგნი და ეხლა საგანგებოდ მოვიტანე ერთი წიგნი, რომელიც მე ვიტყოდი ყველაზე უფრო სრულყოფილი წიგნია, ამას ქვია გმირობისათვის დაბადებული, აი ასეთი გმირობისათვის დაბადებული, ესეთი საკმაოდ დიდი, ვრცელი წიგნია, რომელიც დიდ მასალას მოიცავს ჟიული შარტავასთან მიმართებაში და მისი ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა მხოლოდ სახელს დაუბრუნდეთ. გმირობისათვის დაბადებული. არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა იქ სოხუმში და არავინ არ იცოდა ის გმირული თავშეწირვის ფაქტი მაშინ, როდესაც ჟიული დაიბადა სენაკში, როდესაც იზრდებოდა, შემდეგ როდესაც თავის სამუშაო სარბიელს გადიოდა, რომ
ეს იყო სწორედაც გმირული სულისკვეთების მატარებელი კაცი და ეხლა როცა უყვირდებით ამ ყველაფერს ეს გმირული სულისკვეთება ყველაფერში იხატება მის თითქმის ყველა ნაბიჯში იხატება ეს გმირული სულისკვეთება და ის არ იყო ჩვეულებრივი მუშაკი ის იყო თავდადებული იმაში მართლაც იყო რაღაცა გმირული სულისკვეთება იმ თავით რომ ის არა მხოლოდ ფუნქციონერი იყო და ამა თუ იმ თანამდებობაზე ასრულებდა თავის მოვალეობას არამედ გმირი იყო გმირი რომელიც აი იმ კონკრეტულ მოცემულობაში იყო ჩაყენებული და იმ კონკრეტულ მოცემულობას პასუხობდა ისე როგორც გმირისთვის იყო დამახასიათებელი და ისეთი ნიშანდობლივი და აქვე უნდა გითხრათ რომ რუსთავი მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია და ერთ-ერთი უძვირფასესი ქალაქია. მოგეხსენებათ რუსთავში მას მოუწია ქალაქის პირველ პირად მუშაობა. მას არც დიდხანს არ მოუწია, როცა გადავითვალა ეს პერიოდი, თუ რამდენხანს სულ 17 თვის განმავლობაში იყო რუსთავის პირველი ხელმძღვანელი მუშაკი რუსთავში და აი ეს 17 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჟიული შარტავას რუსთავისთვის ისეთი გულმხურვალება, ისეთი თავდადება, ისეთი ერთგულება დაენახებინა, რომ თელმა რუსთავმა შეიყვარა ჟიული შარტავა და თელი რუსთავი მის მიმართ განეწყო და ჟიული შარტავა მიიღო როგორც თავისი წარმომადგენელი და დღესაც ჩვენი ჟიული შარტავა რუსთავში მას ასე იხსენებენ ჩვენი ჟიული შარტავა და ეს მიღებული ფორმა არა მხოლოდ ისე სიტყვათ წყობა ან წოდება არამედ სწორედაც ჟიულის თავდადებით მიღწეული ის რეალობა, რასაც ხალხი აღნიშნავს და რასაც ხალხი აღიარებს. აქვე უნდა გითხრათ, რომ მოგვიანებით მისმა და ქალბატონმა ცისანა შარტავამ მითხრა, რომ ჟიულიმ ჩვენ ყველას გამოგვიცხადა ოჯახში, სახლში, გამოგვიცხადა, რომ რუსთავი არის ჩემთვის უძვირფასესი ქალაქი და რუსთაველები არიან ჩემთვის უსაყვარლესი ხალხი. ამიტომ სადაც რუსთაველები შეხვდებიან, მიიღეთ ისინი როგორც თქვენი ხალხი. და აი ეს თქვენობის განცდა ერთგვარ ანდერძად დარჩა შარტავების ოჯახს და მთელ მის სანათესაო მოდგმას და ეს არ არის როგორც იტყვიან ლიტონი სიტყვები, ლიტონი განცხადება და ასე შემდეგ. რუსთავში ეს სიყვარული მართლაც დიდი სიყვარულია ჟიული შარტავასთან მიმართებაში და თვითონ ჟიული შარტავას ოჯახმაც ძალიან კარგად იცის რუსთავისა და რუსთაველების მიმართ დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება კვლავაც გრძელდება. რუსთავში ჟიული შარტავას გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეთი დიდებული გმირის, ესეთი სახელოვანი გმირის, ესეთი ეროვნული გმირის შარავანდებით შემოსული პიროვნების შესახებ დიდი იყო მთელ საქართველოში აღტკინება და განწყობილება, მაგრამ პირველი ძეგლი სწორედ რუსთავში დაიდგა, სწორედ რუსთაველებმა დაუდგეს ჟიული შარტავას პირველი ძეგლი, შემდეგ დაიდგა მის მშობლიურ სენაკში, შემდეგ სხვაგან და მე თუ გითხავ კიდევ უფრო მეტი ძეგლი უნდა დაიდგას, მაგრამ ეს პირველობის მომენტიც მინდა არა მხოლოდ რიგითობის სახით მივიღოთ და რიგითობის შემთხვევად აღვიქვათ, არამედ ეს არის გამოხატულება იმ დიდი გულმხურვალებისა, რომელიც რუსთაველებს აქვს ჟიული შარტავასთან მიმართებაში. აქვე მინდა ერთგვარი კმაყოფილებით აღნიშნო ის, რომ ჟიული შარტავას სახელობის სკოლა არის რუსთავში, ეს არის მეოთხე სკოლა, ეს ერთ-ერთი დიდი წარმატებული სკოლა, ძალიან ისეთი ტრადიციების მქონე სკოლა და მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის მოთხოვნით, მისი წერილობითი მიმართვით და მისი საკითხისა ესეთი წერილობითი დაყენების შემდეგ მოხდა ამ სკოლისთვის ამ სახელის გამორჩევა და დარქმევა, ანუ ჟიულის სახელის მინიჭება მეოთხე სკოლისთვის. მე მაქვს რა პატივი ვიყო რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე, გავკადნიერდებით და ცოტა უფრო დეტალებში გეტყვით ამასთან დაკავშირებით და გეტყვით იმას, როდესაც
განათლების სამინისტროში ეს მოთხოვნა წარმოადგინეთ, რომ ვითხოვდით ჟიული შარტავას სახელდებას ამ სკოლისთვის, იქ დააგვიყენეს შემდეგი პირობები, რომ უნდა გაკეთდეს ეს, უნდა გაკეთდეს ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით საკმაოდ ბევრი ბარიერი შეხვდა ამას და ეს არ ყოფილა ერთ მისვლაზე და ერთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ როგორც იტყვიან უკან არ დაგვიხევია და ხშირად იმეორებდნენ ჩავიცვით რკინის ქალამნები ვიარეთ კაბინეტიდან კაბინეტში და შევძელით ის რომ ყველა დოკუმენტი, ყველა საჭირო გადაწყვეტილება ეს იყოს საკრებულოს, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, ეს იყოს სკოლის პედაგოგების ხელმოწერა, ეს იყო საკითხის განხილვის კრების ოქმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თვითონ ის წერილობითი მოთხოვნა ამისი იმდენად საფუძვლიანი იყო, რომ ამაზე თავის არიდება არ იქნებოდა და ვერ მოხერხდებოდა და უნდა გითხრათ, რომ ჟიული შარტავას სახელი ერქვა ამ სკოლას ერთხელ ადრე და შემდეგ გააუქმა ხელისუფლებამ და იყო ასეთი ხელისუფლებაც ჩვენს რეალობაში, რომელიც ებრძოდა ავტორიტეტებს და ამ ბრძოლაში ჟიული შარტავაც მოყვა და ჟიული შარტავას სახელი გააუქმა. და აი ეს გაუქმებული სახელის აღდგენა დაბრუნება მოვითხოვეთ და რუსთავის საზოგადოებრივმა დარბაზმა, დღეს თუ რუსთავის მეოთხე სკოლას ქვია ჟიული შარტავას სახელი, სწორედ ამ დარბაზის და ამ დარბაზის წევრთა მიზანმიმართული სწრაფით მოთხოვნითა და ესეთი სურვილით იყო განპირობებული, რომ არსებობს ახლა ეს სკოლა და ამ სკოლაში ხშირად მივდივართ, როგორც ჩვენთვის ძვირფას სკოლაში, ვესწრებით მათ ღონისძიებებს, ულოცავთ მათ წარმატებებს და წარმატებები უნდა ითქვას, რომ ამ სკოლას საკმაოდ მნიშვნელოვანი აქვს და საკმაოდ ხშირად აქვს და ერთი სიტყვით ეს ის სკოლა, რომელიც ჟიული შარტავას სახელიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სკოლა ძვირფასია და ყველა სკოლა გვეძვირფასება, ეს სკოლა კიდევ უფრო ჩვენეულია, კიდევ უფრო ახლობელია და კიდევ უფრო ჟიულისეული სკოლაა და ამიტომ მინდა რომ ამ სკოლასთან უფრო მეტი სიახლოვე გქონდეს და ეს სკოლა არსებობს და რა თქმა უნდა ეს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ ვიცით რომ ასეთი სკოლა არსებობს სენაკშიც, არსებობს თბილისშიც და სხვაგან და სხვაგან და კვლავაც უნდა დაუბრუნდეთ ჟიული შარტავას იმ გმირულ სულისკვეთებას, რომელიც ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრის დროს ძალიან კარგად წარმოჩინდა, რომ რუსეთის დელეგაცია იყო ჩამოსული და შეხვდა ჟიული შარტავა ამ დელეგაციას ესაუბრა და იქ დაირღვა სამშვიდობო პირობა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მიღებული იყო პირობა საბრძოლო ძალების დაშორიშორებისა, გუმისტის საბრძოლო ხაზიდან დაშორიშორებისა, ეს პირობა ჟიული შარტავამ და მაშინდელმა აფხაზეთის ხელისუფლებამ, როგორც იტყვიან, პირნათლად შეასრულა, მაგრამ არ შეასრულა მოწინააღმდეგეთა მხარემ. მათ დაშორიშორების ეს პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაუდგამს, პირიქით უფრო მეტი იარაღი შემოიტანეს რუსეთის მხრიდან, უფრო მეტი შეიარაღებას მოუყარეს თავი, უფრო მეტი დაქირავებული მებრძოლი შემოიყვანეს ჩრდილო კავკასიიდან და მოემზადნენ ახალი ბრძოლისთვის და როდესაც ჟიული შარტავა დააყენეს აი ამ რეალობის, აი ამ მოღალატეობრივი რეალობის წინაშე, ამ მოღალატეობასაც რომ ვამბობთ, შეიძლება აქაც გამარტება იყოს საჭირო, რომ პირობა, როგორც ასეთი პირობა თავისთავად და ეს არის კავკასიური, ეს არის ჯელტმენური, ეს არის რაინდული თვისება ამისი შესრულება და მეორეს მხრივ პირობა არის ერთგვარი დიპლომატიური პასუხისმგებლობა, დიპლომატიური ჟესტიც, რომელიც არ იქნა შესრულებული და მე ძალიან კარგად მახსოვს ჟიული შარტავას დაბრუნება სოხუმში, მოსალაპარაკებლად როცა სოჭაში იყო წასული და დაბრუნდა სოჭიდან და მან განაცხადა, რომ მოატყუეს საქართველო, მოატყუეს ქართველი ხალხი, გატეხეს პირობა, დაარღვიეს მიცემული პირობა, დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და აი ამ რეალობის წინაშე დაგვაყენეს. ეხლა ჩვენა ვარ, ჩვენი თავის პატრონი და ჩვენ უნდა გაუძლოთ, როგორც ამას გაუძლებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ამ სიტყვებში კიდევ ერთხელ დავინახავთ ჩვენ ჟიული შარტავას იმ კაცს და იმ პიროვნებას,
რომლისთვისაც პირობის დარღვევა, ღალატი, ხელშეკრულების გადახვევა და ხელშეკრულებაზე უარის თქმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ თვითონ ღალატში ყველაფერია ნათქვამი აი ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით, აი ამ ღალატი იმდენად უცხო იყო ჟიული შარტავასთვის, რომ აღშფოთებული იყო, აი ეს როგორ მოიფიქრეს, ან მოფიქრება შეიძლება დიდი მოფიქრება არ ჭირდებოდა, მაგრამ როგორ გააკეთეს და თვითონვე უკვირდა ჟიული შარტავას აი ეს გადადგმული ნაბიჯი მოწინააღმდეგის მიერ და უნდა ითქვას შემდეგი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟიული შარტავა ესეთი საყოველთაო სიყვარულით არის გარემოცული საქართველოში, ვფიქრობთ და გვინდა, რომ ჟიული შარტავას შესახებ კიდევ უფრო ხშირად, კიდევ უფრო მეტ საუბრობდეთ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ საუბარი საუბრისთვის, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ ვიქონიოთ განცდა იმ დიდი სულიერი სიდიადისა, რომელიც სულიერი სიდიადეც დაკავშირებული არის ჟიული შარტავასთან და მის რაობასთან. აქვე მინდა გავიხსენო მისი დის, ქალბატონი ცისანა შარტავას საოცარი დამოკიდებულება, ჩვენ ახლოს ვიცნობთ ქალბატონ ცისანას და ის ჩვენ რუსთაველებს ყოველთვის რაღაცა დედობრივი სითბოთით და დედობრივი გულისხმიერებით გვებულობს და საუბრობთ, არაერთხელ გვეწვია ჩვენს შეხვედრებზე, რომელსაც მართავთ ჟიული შარტავასთან მიმართებაში და ხელს გვიწყობს, რომ ეს შეხვედრები უფრო მეტად სულიერი, უფრო მეტად ჟიულისეული იყოს და უფრო მეტად ამაღლებული იყოს და ეს ურთიერთობა სწორედაც ამას უწყობს ხელს და კერძოდ რა, რომ ჟიული შარტავას გარდაცვალების შემდეგ 5 წლის განმავლობაში ტანზე არ გამიხდია და ლუგინში არ დავწოდილვა, რომ ეს ისე ნათქვამია, რაღაცა შინაურ წრეში ნათქვამია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს ის ნათქვამია, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ ეს შეეძლო ჟიული შარტავას დას გაეკეთებინა. აი ისეთივე გმირული სულისკვეთების მქონე პიროვნებას გაეკეთებინა, როგორც თვითონ ბატონი ჟიული ბრძანდებოდა და ქალბატონი ცისანა აი ამ სულისკვეთებას ატარებს. შარტავასეული სულისკვეთებაა ეს და ეს არის ქალბატონ ცისანაშიც გადმოსული და რა იყო ეს ფაქტი, თქვათ, არ და ეს არის ძველი ასკეტური ბერების გამოცდილება, რომელიც საერო პირობებში და საერო მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ძნელი აღსასრულებელია და ძნელი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ ყოფილა ძნელი ქალბატონი ცისანა შარტავასთვის და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ეს არ არის, რაც სიტყვებში ეჩადებული. ეს არის ის 5 წლიანი ლოცვა და ვედრება თავისი გმირულად გარდაცვლილი ძმის ჟიული შარტავას სულის საცხონებლად, რომელიც ქალბატონი ცისანასთანთვის იყო დამახასიათებელი და მინდა გადავიდეთ აქედან ჩემთვის ძალიან ძვირფას თემაზე, პატრიარქი ილია მეორის დამოკიდებულებაზე. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ქალბატონი ცისანა სამედიცინო განათლების მქონე პიროვნება, წლების განმავლობაში სამედიცინო სფეროში მუშაობდა და უკანასკნელ წლებში, მრავალი წლის მანძილზე უკანასკნელ წლებში იგი საპატრიარქოში გადავიდა და პატრიარქის მკურნალი გახლდათ და ამის შესახებ ვეფხისტყაოსანში არის შოთა რუსთაველი ბრძანებს მაჯასისა შემწყობელი, ანუ მაჯაზე ცხოვრების რიტმის, გულის ფეთქვის, აი ამ მის შემწყობელი, მაჯასისა შემწყობელი არის მკურნალი, რომელიც აი ამ მაჯით გებულობს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ გულისცემას არის ჩასაფრებული და როგორც იტყვიან ჩამყუდროებული და მიდარაჯებული, როგორ არის და როგორ ფეთქავს და როგორ მუშაობს და ასე შემდეგ და ქალბატონი ცისანა პატრიარქისთვის სწორედ აი ეს იყო, რასაც ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველი ბრძანებს, მაჯასისა შემწყობელი და მეორეს მხრივ რო გავიაზრებთ, რა მაჯაა ეს, რა მაჯის შემწყობლობაზეა ლაპარაკი. ეს არის უპირველესი, უმთავრესი და უდიდესი იერარქი, სულიერი იერარქი ჩვენი სამშობლო ქვეყნისა, რომლის მაკურთხებელი ხელიც ჯვარს წერს სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს და ეს მაკურთხებელი ხელია სწორედაც, რომელსაც
მიდარაჯებულია როგორც მედიცინის მუშაკი და აი ამ გულის ფეთქვას და გულის ცემას udaraჯებს და როგორც იტყვიან ზრუნავს და ასე შემდეგ და მე მინდა აი ეს ყვაწლი ეს დამოკიდებულება კვლავაცა და კვლავაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ყვაწლად არამედ ჟიული შარტავას ოჯახის იმ გმირულ სულისკვეთებად გავიაზრო და დავინახოთ რომელი გმირული სულისკვეთებაც ქალბატონი ცისანა შარტავასთვის არის დამახასიათებელი და რომელიც აი თუნდაც აი ამ ერთ კონკრეტულ ფაქტში არის გამჟღავნებული და ბოლოს მინდა დაუბრუნდე პატრიარქის ძალიან საინტერესო შეფასებას ჟიული შარტავასი იგი გამოვიდა ამბიონზე და მოყვა შემდეგს რომ ქუთაისის მიტროპოლიტმა მღვდელმთავრმა კალისტრატე მარგალიტაშვილმა რომელიც სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე ჩავიდა და შეხვდა ჟიული შარტავას და მოუყვა შემდეგი. აქვე უნდა ითქვას, რომ ქუთაისის მღვდელმთავარი მაღალყოვლათუს სამღვდელოესი კალისტრატე ჩავიდა მაშინდელი ქუთაისის პირველ პირთან ქალაქის მერთან ბატონ თემურშაშიაშვილთან ერთად და სწორედაც ეს ორი პიროვნება შეხვდა ჟიული შარტავას და მათ ისაუბრეს ერთად. ერთის მხრივ ბატონი თემურშაშიაშვილი გახლდათ ის სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც ერთგვარი ჟიული შარტავასთან მუშაობის სკოლა, მისი პრაქტიკა ჰქონდა გავლილი და აი ესეთი თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა მასთან და აი ეს ნაცნობობა, ეს ახლობლობა მასთან ხელს უწყობდა ამ შეხვედრაში და მეორეს მხრივ ის იყო სწორედაც მღვდელმთავართან, ანუ სულიერების მხრიდან მისული აი ამ განსაცდელში მყოფ ხელმძღვანელ მუშაკთან ჟიული შარტავასთან, რომელსაც მაშინ რა თქმა უნდა არავინ იცოდა, რომ 2 დღე ჰქონდა დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ როგორც იტყვიან, ფაქტი ფაქტად დარჩა და 2 დღით ადრე ამ შეხვედრის დროს ჟიული შარტავა მათი თანდასწრებით აცხადებს, რომ თუ სამშობლოს მშვიდობას და გადარჩენას ჩემი სიცოცხლე ჭირდება, მე მზად ვარ მივცე სიცოცხლე და როგორც მღვდელმთავარი იხსენებდა, ორივე ხელი აღმართა ჟიული შარტავამ და წარმოთქვა ეს სიტყვებიო და რომ გავიხედე მის სამუშაო კაბინეტში წმინდა გიორგის ხატი იყო დაბრძანებული იქით წიგნების თაროზე და სწორედაც იმ წმინდა გიორგის ხატს უყურებდა და ეს ხელაპყრობილი რომ მე მზად ვარ რომ ჩემი სიცოცხლე შევწირო სამშობლოს და შეეწირო სამშობლოს თუ კი მისი მშვიდობისა და მისი გადარჩენისთვის ეს არის საჭირო და აღმოჩნდა ეს რომ არა მხოლოდ აქ ერთი კონკრეტული კაცის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ითქვა იმ ერთ კონკრეტულ სამუშაო კაბინეტში, არამედ ეს იყო ის განაცხადი და ის პირობა უფლის წინაშე დადებული, რომელიც ჟიული შარტავამ 2 დღის შემდეგ ბრწყინვალედ და ზედმიწევნით შეასრულა, რაც თქვა ის აღასრულა კიდევაც და სწორედაც ის დაედო საფუძვლად თავისი ქვეყნის გადარჩენას, თავისი ქვეყნის მშვიდობას. მოვიპოვეთ თუ არა მშვიდობა, გადავრჩით თუ არა, რა თქმა უნდა ვერ გადავრჩით, მაგრამ ეს სხვა საქმეა, ეს სხვა პოლიტიკური ანალიზის საქმეა და აი ამ საქმეშიც და აი ამ შემთხვევაშიც ჟიული შარტავა იმდენად მართალი, იმდენად კრისტალურად სუფთა და იმდენად ამაღლებული ჩანს, რომ მხოლოდ ამისი გაცნობიერებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გვიყვარდეს და გვეძვირფასებოდეს ჟიული შარტავა. პატრიარქი აი ამ ფაქტს როცა იხსენებდა და ეს პატრიარქმა ამბიონზე წარმოთქმული ქადაგების დროს გააჟღერა და აი აქ თქვა ამბიონზე და არა სხვა კერძო საუბრის დროს, არამედ საჯარო განაცხადი, ამბიონიდან გაკეთებული განაცხადია ეს. პატრიარქი იმდენად განიცდიდა ამ საკითხს და იმდენად სულიერ სიახლოვეს გრძნობდა ამ საკითხთან მიმართებაში, რომ პატრიარქი ტიროდა და რამდენიმეჯერ შეუწყდა ფრაზა და ესეთი გულამოჯდარი იყო აი ამ ფაქტის გამო და ესეთი სულშეძრული იყო ამ ფაქტის გამო. და ბოლოს პატრიარქთან მოდის წერილი ერთ-ერთი ჩრდილო კავკასიელი მებრძოლისა, რომელიც წერს შემდეგს, რომ მე არ ვიცოდი ვინ იყო ეს კაცი, მაგრამ როდესაც ვკითხე
სახელი და გვარი მან მითხრა ჟიული შარტავა და მე ამას ვერ დავიმახსოვრებდი ეს სახელიც და გვარიც ჩემთვის იმდენად უცნაურად ჟღერდა რომ მე ამას ვერ დავიმახსოვრებდი და მაშინ სხვა რო ვერაფერი მოვიფიქრე ასანთის კოლოფზე დავაწერე ჟიული შარტავა და ეს ასანთის კოლოფი შევინახე და მე რო ვიკითხე თუ ვინ იყო ეს ჟიული შარტავა და მივხვდი თუ ვინ იყო ეს ჟიული შარტავა ეხლა საგანგებოდ გწერთ თქვენ წერეს საქართველოს პატრიარქს და გაცნობებთ რომ ის სიკვდილს ისეთი გმირული სულისკვეთებით, ისეთი მიზანმიმართული და ისეთი ამაღლებული სულისკვეთებით შეხვდა, რომ ქვეყანა და ერი, რომელსაც ასეთი გმირები ყავს, ასეთ ქვეყანას და ასეთ ერს გადაშენება არ უწერია. ეს იყო ჟიული შარტავა და ეს ფრაზა იყო მტრისგან დანახული ჟიული შარტავა. როგორ დაინახა მტერმა, როგორ შეაფასა მტერმა და როგორ აღიქვა ის სულიერი სიდიადე, რომელიც ჟიული შარტავასთან იყო დაკავშირებული. ეხლა ვათხოვ რომ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და ამოიწურა და ცოტაც გავედით გადაცემის მიღმა როგორც იტყვიან და კიდევ ერთხელ გრძნობ ჟიული შარტავა რაოდენ დიდი პიროვნება, რაოდენ ბევრი რამ არის მათზე სათქმელი და რაოდენ ხშირად არის მათზე სალაპარაკო, რათა არ დაგვავიწყდეს, არ მოგვიჩულუნგდეს და არ როგორც იტყვიან არ მოგვიჭრდილდეს ის გრძნობა და ის სულისკვეთება, რომელიც ჟიული შარტავასთვის არის იყო დამახასიათებელი და რომელიც ესოდენ მშობლიური და ესოდენ ახლობელია ქართველი ერისთვის და საქართველოსთვის. გმირული სული ღმერთმა არასდროს არ მოკლა საქართველოში და ნიშანსვეტად ყოველთვის ყოლებოდეს მას ის სახელი და გვარი, რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობს, ჟიული შარტავა. აცხონოს ღმერთმა მისი ნათელი სული.